არ მომბეზრდა. ანუ ხო შეიძლება რა, აი არ უსასრულო, და ალბათ ზუსტად მაგიტომაც ავარჩიეთ მე და შენ ფოტოგრაფია, რომ მისი სწავლა არის უსასრულო და მისი აღმოჩენები არის მუდმივი. რითი არ დამთავრდა. რატო ხდება სულ ესეთი სიახლეები? რა აბავია? ანუ აღარ არის სპორტი, რომელსაც მე ვუყურებ როგორც გულშემატკივარი. გადაღებული კა პინგ-პონგისთან. პინგ-პონგი კი. პინგ-პონგი კი. როგორი გადასაღები? პატარა ბურთი რო არის მაინც. ნათმაისთაო. ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია, როცა მუშაობის დროს ჩრდილი ვარ, როცა არ მაგცემ ყურადღებას, მე არ უნდა ვიყო ყურადღების ცენტრში, ის არის ყურადღების ცენტრში და პირველი რაც ვისწავლე, რომ მაქსიმალური კომფორტი უნდა შევექმნა სპორტსმენს. თამუნა ჩვენი სტუმარია დღეს ჩემს ულამაზეს პოდკასტში ადამიანები ლელის ფოკუსში თამუნა ყულუნბეგაშვილი სპორტის ფოტოგრაფი. Welcome. მოგესალმები. ხო სწორად გქო სპორტის ფოტოგრაფი. ყველაფერი სწორად ვიყი. ხახნო ეს არის ისეთი რთული ამბავი. ეხლა აქ სპეციალურად კი არ დავალაგეთ, კი არა და პირიქით სპეციალურად დავალაგეთ ტექნიკა, რომ გენახათ რა სიმძიმეს და რას ვათრევთ. როცა ვიღებთ ფოტოებს. განსაკუთრებით შენ თამუნა, მაგრამ ტექნიკა არ არის მთავარი, რა თქმა უნდა, აქ არის ჟანრებზე, სტილისტიკაზე და ასევე იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლებზე, რომელსაც უკვე ძალიან ხშირად საუბრობთ. ეს რას გულისხმობს, რომ მუდმივად იყო სიახლის ზებნაში და რაღაც ახალ რაკურსებში. და იმეცადინო ისწავლო, დააკვირდე სხვადასხვა ჟანრებს და შემოიტანო შენს ფოტოგრაფიაში. თამუნას ფოტოები იმით არის განსხვავებული, რომ როცა მას დაინახავთ და დაათვალიერებთ არასდროს არ არის ერთი და იგივე. ყოველთვის განსხვავებულია, ყოველთვის ახალია და ეთყობა თუ რამდენად აინტერესებს ეს სფერო. და არა მხოლოდ კადრის დაჭერა, არამედ ადამიანების ისტორიები, რომლებსაც ის თავისი ფოტოებით ყვება. ძალიან გულისამაჩუყებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ვამაყობ შენით. მართლა გულითადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაკიცა ერთად ვაჩვენო საყურა. პირველი დღიდან. ჩემი კარიერის პირველი დღიდან, კი. და ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა ხედავ ადამიანი როგორ ვითარდება, როგორ იზრდება და თავის საქმეში რო ხდება ტოპ. და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მადლობა რომ არ ჩერდები, მადლობა რომ სულ იკვლევ, სულ რაღაც სიახლეებში ხარ და რო არ იცლები. ამავდროულად რო რჩები ის თამუნა, რომელიც გაგიცანი ძალიან დიდი ხნის წინ. კაი, ძალიან ბევრ წყვები, ცოტათი რაღაცებზე შეიძლება გული ამიჩუყდეს, მაგრამ it's okay. ეგრევე იყოს. და თამუნა არის განსაკუთრებული სტუმარი ჩემთან პოდკასტში და სხვათა შორის ახლა ცოტა კარგ ამბებზეც რომ გადავერთოთ, ძლივს დავიჭირე, მოკლედ რომ გადაგვეღო, იმიტომ რომ თამუნა ძალიან ბევრს მოგზაურობს, მსოფლიოს ირგვლივ ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება. შესაბამისად თამუნა არის თვითონ ჩამოთვლით რომ ძიუდოს მსოფლიო ძიუდოს ფედერაციაში ხარ ხო? დიახ. საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ფოტოგრაფი. ძირითად დროს ახლა ამ სამსახურს ვუთმობ და რა თქმა უნდა სხვა სპორტის სახეობებთან, სხვა ფედერაციებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობ. და ასევე თუ რამე გაგება მინდა ხოლმე თამუნას ვერაყავ, თამუნა მიშველე. იმიტომ რომ არ არის მხოლოდ როგორც თქვი გადაიღო, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს კომუნიკაცია, ეს ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ მას კოლეგებთან აქვს, არამედ ასევე იმ სპორტსმენებთან აქვს, რომელსაც იგი უღებს ფოტოებს. იმის გარდა რომ უნდა ვიცოდეთ წესები სპორტის სხვადასხვა დარგის, უნდა ვიცოდეთ სად უნდა დავდგეთ, როგორ დავდგეთ, ვინ არის მთავარი მოთამაშე, რას მივაქციოთ ყურადღება. ამაზე ყველაფერს თამუნა მოგვიყვება. მოდით ახლა გავაკეთოთ ესეთი კითხვები დავუსვათ. თამუნა, რატო სპორტული ფოტოგრაფია? ჩვენ რაც ვიცით იმის გარდა. ვაუ. კაი, იმის გარდა, ანუ იქიდან დავიწყებ, ჯერ სანამ კითხვაზე გადავალთ. რომ შენი უდიდესი წვლილია იმაში, ახლა სადაც ვარ. ჩემი და ბადრის. შენი და ბადრის, კი. ბადრის, მაგრამ ნუ აი ეს პირველი ნაბიჯები, ეს გზა ნამდვილად შენი. ხო რაღაცა ქონდა ჩაფიქრებული. ანუ მოკლედ რომ მოგიყვეთ ახლა რაშია საქმე. თამუნა დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორქშოპზე დადიოდა ჩემთან, სადაც მეც ვასწავლები და ასე შემდეგ და შემდგომ რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ შეიძლება ჩვენი ბადრიკო კეთილაძესთან გარდაცვლილი სამწუხაროდ უდიდესი ადამიანი. მეთქი მოდი ბადრიკოსთან წადემენგი ცოტა ხანი რაღაც ტექნიკურად იქ სპორტი რაღაც გასწავლეთ. გავუშვი 2 კვირით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პროექტს ვაკეთებდით.
მოკლედ ბოლოს დამერეკა და მეთქე რომ ძალიან მეგონი ბევრი არის გიფიქრე პირდაპირ გადაწყვიტა რომ მე გადავწყვიტე ვიყო სპორტის ფოტოგრაფიო და მეთქი დავიღუპე დავკარგეთ დოკუმენტალისტი და ძალიან შევცდი იმიტომ რომ ის იღებს სპორტულ ფოტოგრაფიას როგორც ნამდვილი დოკუმენტური ფოტოგრაფია იმიტომ რომ ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გადაიღო ფოტოები მაზეც დიდი მადლობა შენ მადლობა შენ იმიტომ რომ მე მართლა ყველა ლექცია და ყველაფერი მახსოვს რასაც ყვებოდი და იქიდან უდიდესი ინფორმაცია დღემდე მომყვება და ანუ როგორც გვასწავლიდი და მასწავლიდი რომ თითოეული ფოტო უნდა ყვებოდეს რაღაც ამბავს დღემდე ეს არის ჩემი ფიქრები ყველა გადაღების დროს დარწმუნებული ვარ რომ ბევრია ეგეთი და კი ნამდვილად და ძალიან ბამბა კაი დავუბრუნდეთ კითხვებს ხო რატო სპორტი როცა ამდენი რამე შეგიძლია აკეთო ამდენი რაღაც შეგიძლია გააკეთო რა არის ამ სპორტში ისეთი რაც სულ გაინტერესებს. რითი არ დამთავრდა. რატო ხდება სულ ესეთი სიახლეები? რა ამბავია? მართალი ხარ, სულ სიახლეებია. სულ ახალი ამბავია. ყოველთვის სპორტსმენებისთვის ყველა შეჯიბრი და ყველა გამოსვლა ტატამიზე იქნება თუ მოედანზე იქნება, გამოწვევა არის და ჩვენთვისაც ამავდროულად გამოწვევა რას გადავიღებთ და როგორ გადავიღებთ, როგორ დავიჭერთ რაღაც საჭირო მომენტს და საჭირო მომენტში როგორ ვიმოქმედებთ. ალბათ ეს წამი, მნიშვნელოვანი წამია, როცა არ გაქვს ბევრი დრო რომ ვიფიქრო რაღაც უამრავ რაღაცაზე და განათებაზე, იმაზე, ამაზე, ანუ რაღაც კომპლექსურად ეს ყველაფერი ისე უცებ მოდის. ანუ ჩემთვის პირადად ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან მაგიტომ ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატო მივყვები სპორტს არის ეს და მეორე ალბათ ემოციები. სხვა ემოციები, სხვა ყველა შეჯიბრზე და ყველგან სადაც მივდივარ, ყოველთვის ერთი მხარე აგებს, მეორე მხარე იგებს, ბედნიერება, სიხარული, ცრემლები, აი არ ვიცი. გულშემატკივრები, მწვრთნელები, უამრავი კომპონენტია, ხო და იმ წამში შენც ვერ ასწრებ სიხარულს ანუ ყველას უყურებ იღებ ასე შემდეგ. აუ ძალიან მაგარია. და კიდე იცით რა არის, რა მაინტერესებს თამონა? აი ახალი სპორტსმენი როცა შემოდის ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ. ის და მან არ იცის, იმიტომ რომ მუშაობა, აი ნუ სპორტი შეიძლება იცის, მაგრამ გიწევს თუ არა მათთან კომუნიკაცია ის სპორტსმენებთან, რომ მაგალითად მოგაქციოს ყურადღება, იცოდეს რომ შენ იქ დგეხარ, აი გააქვს მაგალითად ესეთი კომუნიკაცია ხოლმე. თუ უბრალოდ არ გაქვს, უბრალოდ შენ ხარ შენთვის, ის არის მისთვის და საერთოდ არ იცის რა ხდება. ძირითადად აი პროფესიონალურ სპორტში ესეთი წესია რომ კომუნიკაცია, ზედმეტი კომუნიკაცია სპორტსმენებთან არ შეიძლება. მით უმეტეს შეჯიბრის დროს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ დაუძახოთ კალათბურთი იქნება თუ ფეხბურთი იქნება, აქეთ გამოიხედე ან გაგვიღიმე ან რაღაცა. არა. უბრალოდ ანუ რაც გამოცდილებასთან ერთად დაახლოებით ხვდები, სად შეიძლება რომ გაიქცეს გოლის აღნიშვნის დროს. რა შეიძლება გააკეთოს. რა თქმა უნდა, როცა უკვე დიდი ხანი გიყალიბდება კარგი ურთიერთობა და მეგობრობა სპორტსმენებთან, უფრო კარგად იცნობ და ისიც შეიძლება გეძებს სადღაც და იცის რომ შენ კარგად დააფიქსირებ ამ მომენტს. ანუ რაღაც ეგეთი დეტალები არსებობს. მაგრამ აი ზედმეტი კომუნიკაცია არა, ანუ ჩემთვის ეს ძალიან ხელოვნური იქნება. ჩემი მხრიდან შემიძლია რა თქმა უნდა უთხრა რომ ცოტა მეტი ემოცია გვინდა, ცოტა მეტი რაღაცა გვინდა უშუალო საუბარში, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. მაქსიმალურად ანუ ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია, როცა მუშაობის დროს ჭრდილი ვარ, როცა არ მაგცემ ყურადღებას, მე არ უნდა ვიყო ყურადღების ცენტრში, ის არის ყურადღების ცენტრში და მე ჩემთვის სადღაც იმ ყურადღების ცენტრზე მაინტერესებს და თვითონ ამ მიმართულებაში ქალი ფოტოგრაფების თემაში ამ კონკრეტულ ჟანრში და დარგში როგორ გხვდება მსოფლიოში? ну ჩვენ საქართველოში არ არის სამწუხაროდ ეს დიდი რიცხვი ქალების ვინც ჩართულია სპორტულ ფოტოგრაფიაში, მაგრამ მსოფლიოში საკმაოდ დიდი რიცხვია. სხვათა შორის გუშინ ვუყურებდი სტატისტიკას, სადღაც შემხვდა ქალი ფოტოგრაფების პროცენტულად უახლოვდება უკვე მამაკაცების ფოტოგრაფების ან ოლიმპიურ თამაშებზე არის საუბარი კონკრეტულად, ახლა ზამთრის ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან დიდი სხვაობა იყო. და მე გეტყვი თქვენ რატო იყო ესე გადავუხო პატარა ესეთ მონახას გავაკეთებ ცოტა ლექტორულს.
ადრე პროფესიებს ქონდათ სქესი. რატომღაც ასე ითვლებოდა, რომ ფოტოგრაფია ეს არის მამაკაცების პროფესია. და ქალები ფაქტურად ჩავერთეთ 2000-მდე, აი რაღაც 90-იანი წლების ბოლოს უკვე ვიყავით რამოდენიმე ფოტოგრაფია, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ შემდგომ უკვე რაც ციფრული ფოტოგრაფია შემოვიდა და ასე შემდეგ, გოგოებმაც იმაწეს, პროფესიამაც მიხვდნენ, რომ არა აქვს ამას მნიშვნელობა, გოგო ხარ თუ ბიჭი, როგორც კაცებისთვისაც არის საკმაოდ რთული ამ ყველაფრის ტარება, ასევე გოგოებისთვისაც რთულია, მაგრამ მერწმუნეთ აქ ისეთი ადრენალინია და ისეთი გადაღების ჟინია, რომ აი არაფერს არ ნიშნავს ეგზემპლეტი კილოგრამები, ნუ შეიძლება ბოლოს სასტუმროში მიდიხარ სახლში, მაგრამ მანამდე მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ. ამიტომ რაღაცა ესე იყო, რომ ფოტოგრაფები იყვნენ კაცები. ეხლა ვართ გოგოები და თუ ბიჭი მოვიდა ხოლმე ლექციაზე ჩემთან, ნამდვილად ვიმახსოვრეთ მის სახელს, იმიტომ რომ როგორც წესი სულ გოგოები არიან დაინტერესებულები. ფოტოგრაფიის სწავლა არ არის ესეთი მარტივი, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, არა მხოლოდ ტექნიკის ცოდნას, როგორც სპორტში არის განსაკუთრებულად ხაზგასმით, კარგად უნდა იცოდე ტექნიკა. აუცილებელია. ეს არის აი ამის იქით დანარჩენი ყველაფერი, იმიტომ რომ მან მართლა რაც თავუნამ თქვა, სადაც ნებისმიერ ასე ვთქვათ, სწრაფ ფოტოგრაფიაში ძალიან სწრაფად გიწევს გადაწყვეტილების მიღება, გარდა იმისა, რომ ტექნიკა უნდა იყოს სრულიად დახვეწილი, გქონდეს მანერა, ჟანრის ცოდნა და ასე შემდეგ. ამის გარდა, ყველაფრის გარდა წამიერად, მაგრამ წამიც ბევრია, აი წამის უნდა იყიდე გადაწყვეტილებას შესაბამისად სუღა მობილიზებული და ძალიან მაგარია ფოტოგრაფია, მართლა საოცრება, მე არ მქონდა კაი გამოცდილებები და ჩემ დეტალებზე აღარ მოყვები, თამუნაზე გავაგზავნე. თამუნა, არის თუ არა რამე კონკრეტული ისეთი ჟანრი, რომლის გადაღება შედარებით უფრო მოგწონს? სპორტის სახეობა გულისხმობ? იცი რა არის, ანუ ბევრჯერ მithქვამს, რომ აი რაგბი უფრო მომწონს, ძუდო უფრო მომწონს, ის მომწონს, მაგრამ ჩემი აზრით იქ ვუშვებთ შეცდომას, როცა ვცდილობ, რომ გამოვყოთ რამე კონკრეტული ერთი სპორტის სახეობა. როცა ჩემი სუბიექტური აზრია, რაღაც დონეს რო აღწევ, ვალდებული ხარ, რომ რაღაც კაი ხარისხის მასალა დადო ნებისმიერი სპორტიდან და არ აქვს მნიშვნელობა შენ დამკვეთი ან რედაქტორი გაგიშვებს ცურვაზე, ჭადრაგზე თუ ფეხბურთზე. ხო, მაგრამ მან როგორ არის, იცი, ეხლა მე იცი რა მაინტერესებს, რატომ მკითხე, ეკითხვა, რომ რაც უფრო მეტად ერთ კონკრეტულ მიმართულებაში უფრო მეტს დებ, ხო? უფრო თუ როგორ შეიძლება რომ მაგალითად ყველა დარგი კარგად გამოგდიოდეს. აი მაგალითად შეიძლება ძალიან კარგად ვიღებდე ქუჩას და ისე რა ვიღებდე დაუშვათ სტუდიას. ან ისე რა ვიღებდე რაღაცა სხვა არქიტექტურას. დაუშვათ ვამბობ, არ ვიცი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტექნიკურია სპორტი, და თქვენ ფოტოგრაფია ზოგადად ტექნიკურია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ თავზე, ჯერ ტექნიკა მაინც უნდა იცოდეთ, რომ კარგად მოგყვებოდეს ამ გადაღების დროს, მაგრამ მაგიტომ მკითხე ეს კითხვა არის თუ არა, მაგრამ შენთვის თუ მაგალითად თვლი, რომ ყველა არის შენთვის გამოწვევა? ნამდვილად ძალიან კარგი პასუხია. გამოწვევა და თან კი, ჩემთვის პირადად შეიძლება არ იყოს იმდანაც საინტერესო სპორტის სახეობა, მაგრამ როცა მივდივარ გადასაღებად, მე მინდა რომ მაქსიმალურად საინტერესო და კარგად გადავიღო ეს ივენთი. იცი რა მაინტერესებს, რამე იყო რამე ესეთი სპორტი, რაც დაუშვათ ბოლოს გადაიღო, რომელიც მანამდე გადაღებული არ გქონდა? რამე ყوار გახსენდება ეგეთი. ალბათ. კიდე რა მაინტერესებს? ეხლა ძალიან მოდაშია პინგ-პონგის თემა. გადაღებული გაქვს პინგ-პონგის თემა. პინგ-პონგი კი. პინგ-პონგი კი. როგორი გადასაღებია? პატარა ბურთი რო არის მაინც. Not my style. ცოტა not my style, მაგრამ ცოტა შოკში ვიყავი, რომ მომიწია ზამთრის ოლიმპიადაზე გადაღება კერლინგის. Oh my god, მოგვიყევი, იმიტომ რომ მე ჩვენ ექსპორტი არ გვაქვს საქართველოში და ანუ მართლა უბრალოდ ინტერესის გულისთვის მე და ჩემი მეგობარი წავედით ბოლოს როდის ვიყავი პიონჩანგის კორეაში ზამთრის ოლიმპიადაზე და
მანდან გამორჩეული სპორტია, იმიტომ რომ გოგოების ულამაზესი გოგოები ყავთ ამ სპორტის სახეობაში, რაღაც საოცარი კოსტიუმები, ეკიპირება და ნუ აი ყველაფერი საინტერესო და მეთქი მოდი მივალ და მეც ჩემი თვალით ვნახავ. ნუ ვერაფერი ვერ გავიგე მაინც წესებში, აი მთელი ცხოვრება ძალიან ვცდილობ რომ გავერკვე ბეისბოლში და კერლინგში. მე მგონი დავთმე. არა, აი ბევრად უკეთესად გამოდის ამის გადაღება, მე ვცადე, მართლა ძალიან მაინტერესებდა ლაივში. კაი, F1 F1 არ გადამიღია არასდროს და იცი რა არის? ვცადოთ ერთხელ. ძალიან აი აქ იცი როგორი მომენტია, თან მინდა ძალიან რომ ვცადო და ძალიან მინდა რომ იქაურობა ვნახო შიგნიდან და მეორე მხარეს ისეთი არის რომ ანუ აღარ არის სპორტი, რომელსაც მე ვუყურებ როგორც გულშემატკივარი, იმიტომ რომ ნუ ყველგან ვარ, ისიც ვიცი, ფეხბურთიც ვიცი, რაგბიც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, წყალბურთი, რავი, ძალიან ბევრ სხვადასხვა იმენზე ვარ ნამყოფი და ანუ F1 რაღაც ჩემთვის დარჩა ის სპორტის სახეობა, რომელსაც ვუყურებ როგორც გულშემატკივარი. ძალიან საინტერესოა. ხოდაშორის მესმის შენი ძალიან, იმიტომ რომ მე დამთავრებული მაქვს ერთ-ერთი დამთავრება, რაც დავამთავრე, კინომცოდნეობა და ძალიან დიდი ხანი ვერ ვუყურებთ ფილმებს. როგორც ვუყურებთ ფილმს. სულ ვუყურებთ ხატვარს, ხმას, იქ რაღაც editing-ს, მოკლედ უამრავ რაღაცას ვიტანჯებოდი. ფაქტობრივად ფილმს ვერ ვუყურებდი ნორმალურად. ნუ ეხლა უკვე კი არა და დავიწყე რა თქმა უნდა. მაგრამ თავიდან ძალიან განვიცდიდი ამას, იმიტომ რომ ამ ყოფის სწავლა მინდოდა, ამ ყველაფრის ცოდნა მჭირდებოდა და დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ყველაფერი გაიარა, მაგრამ მესმის შენი რომ გულშემატკივრობა და ესე გორდიდან ყურებაცაც ამბავია. თავისი მუღამი აქვს და რაღაც უნდა დარჩეს. თუმცა აი სანახავად წავიდეთ ერთ-ერთ. უეჭველი, დიდი სიამოვნებით ყველგან მოყვები. ნუ ანიკაც რა შეკაცებულზე მონაკოც გონდეს. თუმცა მართლა ანუ მეგობრებთან ერთად სულ განვიხილავთ ფოტოებს მე ლაშა ლევანი, ანუ ჩვენი ჩათი რო ნახო, Reuters, Associated Press, რაღაც სხვადასხვა სააგენტოები, გუნდების გადაღებული მასალა, ყველაფერს განვიხილავ და ძალიან გვაინტერესებს. იცი რა მაინტერესებს? კაი, ეხლა მან გავჩერდეთ და სტილისტურად, შინაარსობრივად, ხარისხობრივად, რა ვიცი, უამრავი რაღაცით ძალიან ხშირად განსხვავდება სააგენტოს ფოტოგრაფია, თუნდაც ცალკე ჟურნალის ფოტოგრაფიისგან, ან მაგალითად Sports Illustrated იქნება თუ რა ჟურნალიც იქნება, საკმაოდ განსხვავდება ამ ყველაფრისგან. თქვენ რო უყურებთ ამ ფოტოებს, მოგწონთ ეს სააგენტოს ფოტოგრაფია, ანუ თქვენთვის ისე რატომ ნახე როგორი რაღაც არის, მე მაგალითად უკვე გადავეჩვიე ცოტა ხანი მაგის ყურებას, იმიტომ რომ დღევანდელი სააგენტოები იღებენ ძალიან ბევრი, აი რაღაცნაირად ანუ თითო სააგენტოდან თითო მიმართულებაში, თუნდაც აი პრეზიდენტის გადაღება იქნება თუ რა ჟანრიც არ უნდა იყოს, მუშაობენ ძალიან ბევრი კამერი, ძალიან ბევრი ფოტოგრაფი, თავისი რედაქტორებით, რეალურად უზარმაზარი გუნდური სამუშაო უფრო არის, ვიდრე მგონია რომ ინდივიდუალური ფოტოგრაფიის მონაწილეობა მგონია რა, თქოსე ცუდი სიტყვა უნდა თქვა, მაგრამ რაღაცნაირად აი გარტყმაზეც შეიძლება თუ რაკურსი იცი, ზუსტად იციან რაღაც პულტით იღებენ უამრავ კამერები უდგა და აი ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვენ აკეთებთ უფრო მე ჩემთვის უფრო ღირებულია შეიძლება ხა ის უფრო მეტად რაღაც ბაზარი უფრო დიდია რა თქვა ევროპაში შედარებით მაგრამ ის რომ თქვენ ხართ მარტო და გიწევთ აი ამ ხელა ბაზარი რაც არის ამის ირგვლივ კიდევ რაღაცა ანუ ინდივიდუალურობის დაჭერას მოძებნას ფიქრს ეგ ძალიან მაგარია მაგრამ ის სააგენტოს ფოტოგრაფიის მიმართულებაში მე მე თქვენ ახლა მე როგორც მაყურებელი ესე ვიყურებ. იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, მე Reuters ფოტოებს რო ვიყურებ, Reuters ან Associated Press-ის ან France Press-ის, მიახლოვდა უკვე ისედაც გვარის და სახელის გარეშეც ვიცი რომ არის France Press-ი ან არის Reuters ან არის Associated Press, ინტერკომპოზიცია, სტილი, აგებულება, წყობილება, ვაფშე ყველაფერი, ამბავის მნიშვნელობა, რაღაცა უფრო ესე მოშები ხოლმე რა ქვია ცნობ, მაგრამ ეს იმის გამო რომ მართლა ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს ნანახი და წიგნებში, ჟურნალებში, ტელევიზორში, რავი, სად ფიზიკურად ესე და რაღაცა ესე კითხვა შეგიძლია რა ვიზუალის, მაგრამ ის რაც ეხება მაგათაც შენ მინდა რომ
მე ფოტოები ჩავდოთ შენიც ვიდეოში, მან იქნება ეხლა ეს ბოლო კადრები, რომლებიც შეიძლება ბევრად უფრო ესეთი აიკონიკ ფოტოები გადაღებული შენ, რომელიც ხალხს ისე მიაქვს, კი უძამწუხარ ხოლმე მე ისე აზიარებენ, რომ ან ფოტოგრაფი ვინ იყო, თუნდაც ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონებიდან დაწყებული, თუ სხვადასხვა მიმართულებებში ევროპის ჩემპიონატი რა იქნება, ჩვენი ფოტოგრაფები ძალიან ბევრს მუშაობენ, შრომობენ, ათრევენ ამდენ რაღაც 70 კილო აპარატურას და მე ისე ვაზიარებთ ხოლმე რომ ამ ადამიანის მადლობას ბევრი არც უხდის, არც იცის რომ ამის უკან ფოტოგრაფი დგას და ამხელა შრომა და ამ საავტორო უფლებების ნაწილი ძალიან რთული ამბავია. ურთულესი პრობლემა არის ავტორო უფლებები. ну цалკე თითოეული კონტრაქტიც რო ავიღოთ დამკვეთთან ან სააგენტოსთან, ну აი ძალიან უკან ვართ, იმიტომ რომ თითქმის არსად არ არის გაწერილი ეს ავტორო უფლებები. ძირითადად მაინც შემსრულებელი დამკვეთის დონეზე არის ეს ხელშეკრულებები. ანუ ეგ ცოტა ესეთი კომპლექსური და ძალიან დიდი ამბავია და ჩვენ ორნი ალბათ მაგას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ძალიან ვცდილობ, რომ დავუძრათ და თუნდაც აი დეტალურად მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენს მერე ვინც მოდიან თაობა, იმათაც ვასწავლით, რომ დეტალურად უნდა გაარკვიოთ, რისი მიღება უნდა, ანუ აი ეგეთი პატარა დეტალები მაინც რომ იყოს ჩადებული კონტრაქტში. ხო და ну თან საავტორო უფლება სამწუხაროდ ყველგან მოიკოჭებს არა მხოლოდ სპორტში. თქვენთან განსაკუთრებით რთულია, იმიტომ რომ ოდესაც გამარჯვებული ხდება ვინმე, ეგრევე იწყება ამბავი, ან გაზიარება, ზეიმი და მთელი ამბავი და მან ძალიან რთულია მართლა გააკონტროლო, იმიტომ რომ ეს რაოდენობა, ასე ვთქვათ, ინტერესის დიპლომატია ხალხში, ხა ვიდრე ახლა მე რომ რაღაცა კაი ფოტოს გადავიღებ. ხო, ну ეს ძალიან საინტერესოა ყველაფერი. თამო, ეხა კიდე იცი რა მაინტერესებს? აი, რა დევს ხოლმე შენს ჩანთაში, რომ მიდიხარ, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს კამერები, არა, მოდი კამერები დავიწყოთ. რამდენი კამერით მუშაობთ? მინიმუმ 2 კამერით. ანუ 2 კამერა ყველა გადაღებაზე. ყველა კამერა, ხო, 2 კამერა მინიმუმ. ანუ 3-ით შეგიძლია რა? 3-ით, ხო. კარგი და ლინზები ორივე, ანუ ტელელინზაა, ხო? ძირითადად, ანუ სიტყვაზე ავიღოთ ყველაზე ისეთი მასშტაბური ივენთი, ანუ ან ფეხბურთის, ან რაგბის მატჩი, სადაც მოითხოვს აი ამ ყველაფერს. მსგავს თამაშებზე 3 კამერით მუშაობ. ერთ კამერაზე გაშლილი ლინზა გაქვს, აჰა. მეორე კამერაზე 70-200 და მესამე კამერაზე უკვე 400. ხო, შვენიერი. და პლუს ჩვენ თანამედროვე კამერები კიდე აკონტროლებს, შეგიძლიათ კიდე მოკროპო და ახლოს მოიტანო კადრი. კი, მაგასაც სხვათა შორის ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ კამერა გვაძლევს საშუალებას და რატომაც არა. ვიყენებ ხოლმე ხშირად. შეათათ ახლა ესეთი გადაღებები არ მაქვს, რა თქმა უნდა. ხო, და კიდე რა გიდევს ჩანთაში, მაგალითად. აი მიდიხარ ოლიმპიადაზე და აი აწყობ შენს ბარგს სახში და კონცენტრაცია გაქვს რას დებ 2 კამერა 2 ლინზა კიდე 3 ოლიმპიადა ცოტა რთული მაგალითია ჩემპიონატზე გადმოვიდეთ მაქსიმალურად 3 კამერა 3-4 ლინზა ეხლა ჩემი ბოლო ისეთი შენაძენია კუპრასგან ვისწავლე, ანუ კუპრასთან დიდი ხანი ვუყურებდი, ანუ ერთ ლინზას და ძალიან მინდოდა და როგორც იქნა ვიყიდე 135 მმ 1 და 8. მართლა? კი, ჩანთაში მიდევს. არ ჩანთაში კაი მეც მიდის საქმე, კაი, მაგრამ იცი რა მაინტერესებს ისა, თქვენ რა შეიყენებთ მაგ ლინზას? მე კი ვიცი რა, მაგრამ თქვენ რა დროს იყენებთ? პორტრეტები. და რა დროს, მაგრამ თამაშის დროს არა, მაგრამ აი ცალკე, ხო? ანუ თუნდაც თამაშის დროს ხო? თამაშის დროსაც ხო? მე ხო ძირითადად მაინც ძუდოზე მაქვს გამოცდილი და წყალბურთზე მქონდა ეს 135 მმ. ანუ იმდენად ლამაზი ბლარი აქვს. არა, საოცარი და პორტრეტებისთვის идеალურია თან მისი დახრა და ზოგადად აგებულება ლინზის ესეთია, რომ არანაირი ხარვეზი არ აქვს სახის აგებულებას, როცა იღებ და საოცარი ლინზა გამეკვირდა. რა მაგარი. არა, კუპრას საერთოდ შენდაზე კუპრასაც მოვიყვანთ. ეხლა ცოტა ხანი გოგოები უნდა ვისაუბროთ. კაი, ეს ჩავაწყოთ ჩანთაში. კიდე რა გვიდევს? თუ ვიცი და მომიწევს მუშაობა ან გალა დინერზე, ან რამე ესეთ ოფიციალური ნაწილიც მოგვიწევს, მაშუქი და ძალიან ბევრი ელემენტები, ეხლა დამატებითი ელემენტი ვიყიდე მაშუქისთვის, იმიტომ რომ ანუ რომელი გაგოდოქსი?
არა, სხვა შორის ძველი მაშუქი მაქვს და ახალი საკიდელი მაქვს. ხო. და თვითონ ეს ყოფილი თანახან მეც როდესაც ვიღებდი გავლას და ეგეთ მიღებებზე ვიყავი, ჩანთისტაღები არ მქონდა, ზედ მქონდა ხოლმე ტანზე ახუნძული. შენც ესე და ეგრე კი, ანუ ორი კამერა, ну იქ ახლა 400-იანი არ მჭირდება, ორი კამერა, მაშუქი, კამარზე მიკეთია ხოლმე ის დამატებითი ელემენტი. ეს ელემენტი გაქვს მაშუქისთვის ცალკე რომ აწოდეს ენერგია. აი ზუსტად ხო. აი ხოთი შორის ეგ მე რაც გოდოქსი შევიძინე, მე თუ რაღაც ტექნიკად შეგვიძლია ცალკე გავაკეთოთ, აღარ ჭირდება ეგ ისეთი სწრაფი და კაი დატენო აქვს. მე მაგანახებ აქ უნდა მქონდეს ეგ. თამუნა არ არის მხოლოდ ფოტოგრაფი, რომელიც იღებს მხოლოდ გარეთ, მხოლოდ ესე ვთქვათ სპეციალურ ლოკაციებზე, ტამტამებზე ასე შემდეგ, ასევე თამუნა მუშაობს სტუდიაშიც. იმიტომ რომ მას ეს ისეთი მიმართულებაა სპორტით, სადაც ხშირად სპორტსმენებს და თემებს ჭირდება. კიდე ცალკე პორტრეტები, რომელიც უფრო ისეთია სტუდიური, ხო? და მოგვიყევი ცოტა მაგასაც. ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, პირველი რაც ვისწავლე, რომ მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნა სპორტსმენს, იმიტომ რომ მოდელები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 50,000 ადამიანის წინ ითამაშონ და რაღაც გააკეთონ, სტუდიაში მაინც იბნევიან ხოლმე. ხო. და მაგ დროს ან ცოტა ფსიქოლოგიური ხრიკები, რაღაც გაიყიმე, ისქენი, თან გოგო რო ვარ, ცოტა უფრო იქ აღარ ახსოვხარ და აქ არის, ხო. აქ უფრო კარგად იხსნებიან, ანუ ეგ პირველი მომენტია, ეს ფსიქოლოგიური მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა. თან ჩემი აზრით, ანუ უნდა დაანახო, რომ შენ ტერიკი არ ხარ, რაღაც მახინჯი არ გინდა რომ გამოხვიდე კადრში და მაგიტო რაღაც რჩევებს აძლევ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ, ესე გავაკეთოთ. დანარჩენი რაც ეხება შუქს, ანუ დღემდე ვსწავლობ და დღემდე მინდა დაგამშვიდო ამ პირიქით, სულ მოგიწევს მაგის სწავლა. არ არსებობს, რომ ეხლა შენ რაღაც ერთხელ ვისწავლეთ და მე სულ ის არის, აი სტუდიაში მუდმივად ჭირდება ხანეს, აი ამის აწევა, ძალიან ძნელია მიმართულება, უამრავ რაღაცას უსასრულოა. უსასრულო, კი. და ალბათ ზუსტად მაგიტომაც ავარჩიეთ მე და შენ ფოტოგრაფია, რომ მისი სწავლა არის უსასრულო და მისი აღმოჩენები არის მუდმივი. აი მაგალითად ეხლა აქაც დავაწყო რაღაცეები და აი ესეთი ფანტასტიკური წიგნიც გვაქვს. მიყვარს ეს წიგნი. ხო, ეს არის ოლიმპიური პორტრეტები ენი ლეიბოვიცის. მე რაღაცებს ფოტოებს ჩავდებთ ნაწილობრივ. ესეთი ტიპის ალბომების თვალიერება, რომელსაც თავის პროექტი აქვს, იდეა აქვს ამის უკან. რაღაცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცების რაღაცა საგნები, თემები სხვა რაკურსში დავინახოთ. აი ძალიან გაოს მაგალითად, რამე საინტერესო წიგნს რო წაიკითხავ და შენზე რაღაცა გავლენას რო ახდენს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ სირგლივი სამყარო არის, ამოუწურავია, უამრავი ხალხი მუშაობს ამ მიმართულებით და რამდენი ფოტოგრაფიც ვართ, იმდენი განსხვავებული თვალია. ესეთ ეგრეა. და შესაბამისად, რაც მეც ვათვალიერეთ, ვუყურებ და გვაინტერესებს, მით უფრო ვყვებავთ ჩვენს წარმოსახვას და სხვათა შორის ფოტოებში ძალიან კარგად იკითხება. ანუ ჩემთვის ეგრეა, მაგალითად, ჩემთვის სპორტი არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ანუ რაღაც აი წმინდა სტატისტიკა, რამდენი გოლი გაიტანა, რამდენი მეტრი გაირბინა, ან გაცურა, ან რა სიმაღლეზე ახდა. ანუ ეს რაღაც სხვა განზომილებაა ჩემთვის. მე ფოტოგრაფი ვარ და მინდა რომ არტი შემოვიტანო ამაშიც. ანუ ის სილამაზე დავინახო, სხეულის სილამაზე, მოძრაობის სილამაზე და ზუსტად ამაში გეთანხმები, რომ ის წიგნები, სხვა მიმართულებები, მუზეუმებში სიარული, რაღაც სხვა გამოფენების ნახვა ზუსტად გვაძლევს ინსპირაციას და შთაგონების წყარო არის ჩვენთვის, რომ აი ეგ სილამაზე შემოვიტანოთ ნებისმიერ სფეროში. ჩემთვის ეგრეა და სხვათა შორის ბერლინში მახსოვს რომ მივდიოდი, მაშინ მითხარი რომ აუცილებლად უნდა შეხვიდე ჰელმუტ ნიუტონის Foundation და ვიყავი რა თქმა უნდა და დღემდე მახსოვს ყველა ფოტო, ყველა პერფორმანსი, ანუ რაც იყო მუზეუმში ყველაფერი ვნახე და მან პირველად აი ესე ვნახე ვანესა ბერკროფტის ფილმი. კონტროლს ვიყიდე მაქვს ეს დისკი. მე ერთად ნახოთ თუ კი. აუ კი. და
ამ ფილმის მერე დავინტერესდი თანამედროვე ხელოვნებით და ნუ მართლა ძალიან ბევრი მიმართულება აგებულია ზუსტად სხეულის სილამაზეზე. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა არის ჩადებული ამ ყველაფერში, მაგრამ ცოტა ჩემებურად გადავაკეთე და ვცდილობ აი ეს სილამაზე ვიპოვო ნებისმიერ სპორტის სახეობაში. კი, და ხო, იმიტომ რომ ეს სხეულის ცოდნა სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორ დგას, როგორ უნდა იყოს. ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დიდი ცოდნა გაქვს საერთოდ, არა მხოლოდ ტექნიკად ხონა, აი გარეთ კიდე სხვა ფაქტორებისგან და კიდე მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ როცა კამერას იჭერ ხელში და მის უკან იმალები, შენს უკან რა თქოს რაღაცნაირად რაღაც ცალკე ხარ შენთვის ოთახში და შენ ხარ და ეს ხელის გაგრძელება ინსტრუმენტი და ერთად ხარ და რაღაცნაირი ის გაქვთ ინტიმესი არ ვიცი როგორ თქვა რაღაცა შენი გარემოა რომელსაც ესე კამერას რო ვიჭერ ხელში აი ხაც და ანუ რამდენი 30 წელია წარმოგიდგენ 30 წელია ხალხო არც ესეთი ასაკიანი არ ვარ მაგრამ მაინც 30 წელია არ მომბეზრდა. ანუ ხო შეიძლება რა, აი არ, იმიტომ რომ მუდმივად ხარ აი ამ იმაში და პლუს აი შენი რომ დაიჭერ კამერას და აი რომ დაიმალები უკან ეს გრძნობა არის საოცრად თვალით. რაღაცა გული გიჩქარდება, რაღაც ეს ხმაური. ეს თქოს ეს ხმაური ხვდება თითქოს რაღაც. ძალიან მაგარია. მე ხო გერებ მართლა ბევრი რამე მომბეზრებია ცხოვრებაში, მაგრამ ხო გაქვს მომენტები გადაღება რო არ შეგიძლია. თუ მარტო მომსებრე. იცი როგორ არის მან მომენტები არის, მაგრამ თუ სამსახური ითხოვს, მან უკვე ცალკე რეჟიმი გერხება და მაგ რეჟიმზე მაგალითად ყოველს მე მქონდა მაგალითად ჩემი ესე ვთქვათ ძალიან არ მინდოდა მეზარებოდა კი არა რაღაცა დაღლილი ვიყავი და შთან აი პროტოკოლური ტიპის ერთი სისტემატური სეთეგე გადაღებსგან და ჩავესოთქე და ესე ვაკეთებდი. всё, დავიწყეთ და აი ეგრევე ვიხოდებოდი და რაღაცა მოყავს, იმიტომ რომ პროფესიონალი ხარ და ხა შენ ხასიათზე მივხვდით იმისა რომ ეხლა ვარ სრულიად დამოუკიდებელი თავისუფალი ფოტოგრაფი ეს თვისებები მაინც მაგან სულ ვერ იქნება ხა ფოტოგრაფის გადაღების ხასიათზე, მაგრამ ნუ ითხოვს ასიზავ, მაგრამ მივხვდით ამაზე ხო გონები სულ თავს ვიქოქავდი რომ მოდი აბა ეხლა უნდა ვიმუშაოთ და მე მქონია ცოტა ისეთი მძიმე და ხანძლივი გადაღებების მერე ან რაღაც ტურნირზე რომ მიდიხარ ერთი კვირა ორი კვირა ან სახში რომ მომდივარ აი ჩანთიანად ვდებ ჩანთას არც ხსნი და შეიძლება ერთი კვირა საერთოდ არ გავეკარო ვარა მაგარია კი არა და არ ვიცი მაგარია ანუ რამდენად მაგარი არ ვიცი ის რა მე გეტყვი რა ეს არ არის მხოლოდ პროფესია ეს რაღაცა ურთიერთობაც არის რა აი მაგალითად ძალიან ხშირად გავს ადამიანების ჩემთვის ესეა რა და თუმცა ხა სულ როგორი შეყვარებული ძალიან უნდა გყავდეს ცოტა დასვენება ხანდახან გჭირდება და ამ შესაბამისად it's okay რომ ერთი კვირა დავისვენო და მეტიც მაგრამ იცი რა მაქვს ხოლმე მე თუ ერთი კვირა ვისვენე ძალიან მიჭირს მე მივდივარ აი წამიღებს ხოლმე და ამიტომ თავს ვირთობ აი მაგალითად მაქვს ფირის ფოტოგრაფია იმას სხვა მედიუმია სხვანაირი ვიზუალია მაგრამ შესაბამისად რა ჟურნალს ვათვალიერებ ფილმს ვუყურებ რა ანუ მაინც ამ გარემოში ხარ მაგრამ რა თქმა უნდა თვალი უნდა დაასვენო გამორიცხულია მუდმივად ვერ გექნება ჩართული იმიტომ რომ გადაწვის რეჟიმიც არის და პლუს ახმადობა ციკლებს, ამიტომ რა თქმა უნდა დასვენება გჭირდება ყველა ვარიანტში და ხალხო ძილი არის აუცილებელი. კი, თურმე ძილი თვალების დასვენება და თვალების გარდა ტვინს, იმიტომ რომ ჩვენ ზერთადად კი თვალებით ვიღებთ, მაგრამ უფრო მაინც სხვათა შორის შენი რჩევა სულ ესე მაქვს მეხსიერებაში, რომ ანუ ეხლა ჩვენ რა ფორმატში ვიღებთ, მაინც გჭირდება რომ სწრაფ-სწრაფად გადავარჩევოთ, გადავაგზავნოთ ლაივში მაგრამ აი მაგალითად ჩემთვის ან ზოგადად რაღაც არქივისთვის თუ მინდა ფოტოების გადარჩევა, იმავე დღეს არასდროს არ ვაკეთებ. შეიძლება რამოდენიმე დღის მერე, ერთი კვირის მერე, ერთი თვის მერე დავუბრუნდე და ხელახლა გადავათვალიერო და სხვა თვალით შევხედო რა არის კარგი რა არის. იმიტომ რომ მეც მაგდად მირჩევნია ფოტოებს რო ვიღებ ხოლმე და ვიმეს რო ჭირდება როდის გამომიგზავნე, ვეუბნები აი რაც უფრო გვიან უკეთესია, იმიტომ რომ ეხლა არ შემეძლია გამომიგზავნო, მაგრამ ის ემოცია ან შთაბეჭდილება რომელიც იმ წამს გაქვს, იმას რაღაცნაირად უნდა გაფილტრა დრო ჭირდება რომ ცოტა დასვას და შესაბამისად რაღაცა მომენტიც უნდა. იმიტომ რომ მე რო თქვენ ეგრევე გამოგიგზავნოთ ფოტოები, ვისაც ის
ემოციურ მომწერასაც ამბობდი სტუდიაში შეგიქმენით, რომ აი რაღაცა რა ლამაზი ხარ, რა კარგია, ესექენი, ეს რაღაცა მოგყვება და მე უკვე უფრო ობიექტურად უყურებ და უფრო სწორად არჩევ ფოტოებს და მაგრამ მინდა გითხრა რომ მარქის ამდენჯერაც არ უნდა დავაბრუნო და ყოველთვის ახალს აღმოაჩენე, გარი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ყველაფერს ინახავ? და არ ვიცი, ალბათ, სახათ წელიწადში მჭირდება 5 ტერაბაიტი ინფორმაცია, ანუ ეს რაც არის გარემეხსიერების და მაქვს ასევე ცალკე 15 და 18 ტერაბაიტიანი ვინჩესტერები, რომელსაც 5 ტერაბაიტიანებს ვიწერ და მაქვს ბექაპის მისცალკე. კი, აუცილებლად 2 ბექაპი მაქვს, იმიტომ რომ cloud-ებს არ სამწუხაროდ არ ვენდობი. და შესაბამისად არაფერს აღარ ვენდობი, იმიტომ რომ digital ციფრი ცოტა რისკიანი არის. კი, ეხლა მაგ ფირების შემთხვევაში როცა გინდა მიდი და დაასკანერე თავიდან, უკეთესად გადა. ხელში თუ არ ჩააგდეთ რაღაც უბედურება და რაღაცა ოჯახეთი არ მოუწყვე, ან თუ არ დაკარგე, ესა მაგრამ რაც დამიკარგავს, ყოველთა შორის უკვე არაფერზე გული აღარ მწყდება, იცი? რაღაცნაირად გონია რომ ყოფნის თავის მომენტი და რაღაცა ადგილი აქვს. აი არ ვიცი, ეხლა ამასთანაც ვეძებდი ერთ ნეგატივს, ვერ ვიპოვე და წესით ეხლა ცოტა იქითკენ რო ყოფილიყავი, გავგიჟდებოდი, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად, ოკეი, გავუშვი. იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი ხო რა არ არის მხოლოდ პროფესიის რაღაც ცხოვრების ნაწილია და პლუს ამ კადრებს ხოლმე არა მხოლოდ ნეგატივზე ან დიჯიტალზე, არამედ მეხსიერებაშიც გჭირდება რომ რაღაცნაირად შეინახო და ეხლა ის დაკარგული ნეგატივი აქ და ჩემია მხოლოდ. თამუ ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ მე გადავიღოთ თამუნა როგორ მუშაობს. კიდე ცალკე სპორტია. და მე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ნახვამდის არ დაგავიწყოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და კიდე ბევრი საინტერესო სტუმრები გვეყოლება.